მარნეულის კულტურის ცენტრთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ენგურმა შემაჯამებელი სოლო კონცერტი გამართა, რომელიც ომში დაღუპულ ჯარისკაცების ხსოვნას მიეძღვნა. ანსამბლი ენგური ესპანეთში გამართულ ფოლკლორულ ფესტივალზე, სადაც 6 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, გრან-პრის მფლობელი გახდა. მოცეკვავეებმა მარნეულის კულტურის სახლის სცენაზე არაერთი ცეკვა შეასრულეს. იყო ხალხური სიმღერებიც. კონცერტს საქართველოს პარლამენტის წევრები, ქვემო ქართლის გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. კონცერტის ბოლოს ანსამბლ ენგურის წევრებს და ხელმძღვანელს ლევან ყურავას ესპანეთში აღებული გრან-პრისთვის სიგელები გადაეცათ. კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა. მეგონი მათ ჩააბარეს ეს გამოცდა და მინდა ამისათვის დიდი მადლობა მოუხადო. მივუერთოთ დღევანდელ. ძალიან დიდი საჩუქარი მივიღეთ დღეს. დავიდეთ რომ კონცერტი იყო და თხოვეთ რომ დავესწრებოდით ადგილები შევეგვენახეს. ესეთი ნიჭიერი ბავშვები ვინახია ძალიან ბევრი საქართველოში, მაგრამ გამორჩეულია მარნეულის რაიონი ამით. ძალიან დიდი მადლობა ოჯახებს, აზერბაიჯანელებს, სომხებს, ქართველებს და განსაკუთრებით ამ ადამიანებს, ვინც თავისი ენთუზიაზმით და ენერგიით ამ ბავშვებს კრიბავენ და არა მარტო ბავშვებს ამეგობრებენ ერთმანეთში, არამედ ოჯახებსაც და ერთად კრავენ საქართველოს. დღევანდელი ჩვენი ანსამბლის ენგურის კონცერტი ეს იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება რომ ერთ ანსამბლში ერთად სხვადასხვა რწმენის, სხვადასხვა წარმოშობის, სხვადასხვა განათლებისა და სხვადასხვა ადამიანებმა ერთად ერთი ანსამბლი შექმნან. ეს არის ფაქტობრივად მოდელი ჩვენი ქვეყნისა, აი ჩვენი კულტურული ქვეყნისა და ანსამბლმა დასწურა და გვაჩვენა გზა. ეს არის როგორც კელაპტარი, რომელიც გზას უნათებს ჩვენი ქვეყნის მომავალს. ეს არის ის გზა, რომელზეც უნდა იაროს ჩვენმა ქვეყანამ და აჩვენოს თუ როგორ შეიძლება გამთლიანება. და ძალიან დიდი პროგრესია ანსამბლ ენგურში თვითონ მოცეკვავეებში, ქორეოგრაფიაში, ახალი ცეკვებია დადგმული და მე მახარებს ის ყველაზე მეტად რომ აქ არიან გაერთიანებული ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი ბავშვები ძალიან ბევრი ცეკვავენ და ესენი ესეც მურად და მეგობრულად ქმნიან ხელოვნებას. შვენიერი დღეა, არაჩვეულებრივი კონცერტი გვაჩვენეს. კმაყოფილი ვარ, მონაწილე იყო ჩემი შვილი. უღრმესი მადლობა დღევანდელ დღისთვის, გამგეობას, ბატონ ლევან მასწავლებელს, ყურავას. აღფრთოვანებული ვარ დღევანდელი დღით. ეს არის პროფესიონალიზმი, ეს არის მართლა ძალიან ყველაფერი კარგი იმისთვის, რომ ქართველობა ერთმუშტად შეიკრას და ამ ადგილზე, ამ წერტილში, რასაც ქვია ეთნიკური მხარე, აზერბაიჯანელები, სომხები, ქართველები ერთად ძალიან დიდხანს კარგ საქმეს გავაკეთებთ ერთად. მოლოდინს გადააჭარბეს ბავშვებმა, იმიტომ რომ იყვნენ ძალიან მომზადებულები ფსიქოლოგიათაც, სულიერათაც და რა ვიცი, თან იცოდნენ ბავშვებმა, რომ უძღვნით ომში დაღუპულ ჯარისკაცებს ამ კონცერტს და უფრო მეტი შემართებით იყვნენ კონცერტზე, ვიდრე სხვადასხვა კონცერტებზე გვიცეკვია. გრან-პრის შესახებ ესპანეთში ჩვენთან ერთად 6 ქვეყანა მონაწილეობდა. და რა ვიცი, გამოგვარჩიეს ესპანელმა მაყურებლებმა და დაგვაჯილდოვეს გრან-პრით. ყულარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კირიხლოში გაზიფიცირების ფართომასშტაბიანი პროექტი ხორციელდება. კირიხლოელებს ამ დრომდე ბუნებრივი აირი არ მიეწოდებოდათ, შესაბამისად სოფელში არ არსებობდა არანაირი სისტემა. ამ დროისთვის სოკარ ჯორჯია გაზი ტენდერში გამარჯვებულ კომპანია ტიგნოსთან ერთად პირველ ეტაპზე ბუნებრივი აირის მილების გაყვანის სამუშაოებს ასრულებს. პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ხელისუფლებას, ძალიან კმაყოფილები ვართ. ბუნებრივი აირი არასდროს არ გქონია, ძალიან გვიჭირდა. ახლა რა თქმა უნდა პირობები გაუმჯობესდება, რაც გაგვიადვილებს ცხოვრებას. ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. მოსახლეობა მიესალმება გაზიფიცირების პროცესს. ადრე არც წყალი გქონდა, არც გაზი და არც გარე განათება. მინდა პირადად მადლობა გადავუხადო ბატონ მერაბ თოფჩიშვილს. დაპირებისამებრ ყველა პრობლემა ეტაპობრივად წყდება. ყულარის ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებულის თქმით, კომპანია სოკარი კირიხლოში 246 აბონენტს გაამრიცხველიანებს. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ გაზიფიცირების პროცესი სხვა სოფლებშიც გაგრძელდება.
ჩვენ ვიმყოფებით კირიხლოში, სადაც კომპანია სოკარი მოსახლეობის გამრიცხველიანებას ახდენს. უკვე 7000 მეტრის სიგრძის მილები გაიყვანეს. სამუშაოები დაახლოებით ერთ კვირაში დასრულდება. სოფელში 270 ოჯახია. მათგან 246 ოჯახი პირველ ეტაპზე გამრიცხველიანდება. მომდევნო ეტაპზე კი დარჩენილი ოჯახები გამრიცხველიანდებიან. როდესაც სამუშაოები დამთავრდება კირიხლოში, სხვა სოფლებში გადავალთ. მივესალმები პროექტის განხორციელებას. გაშამ გარაევის თქმითვე სამუშაოების დასრულების შემდეგ კირიხლოში გზა მოიხრეშება. მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის მცირე საკონფერენციო დარბაზში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მიკროგრანტები მთის განვითარებისთვის პროექტის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გამართა. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი მიკროგრანტების პროგრამაში მონაწილეობის მსურველ ბენეფიციარებს რეგისტრაციის გავლის საშუალება 2016 წლის 27 ივნისიდან 29 ივლისის ჩათვლით აქვთ. კონკურსში გამარჯვებული საუკეთესო ბიზნეს იდეის ავტორი კი 5000 ლარიდან 15000 ლარის ოდენობით სახელმწიფო თანადაფინანსებას მიიღებს. ბიზნესის წამოწყებამ მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლის წარმომადგენელ ბენეფიციარს ნებისმიერი მიმართულებით შეეძლება. დღევანდელი ჩვენი ვიზიტის მიზანი არის გავაცნოთ ადგილობრივ მოსახლეობას და გამგეობის თანამშრომლებს ახალი პროგრამა, რომელსაც ახორციელებს ეკონომიკისა და მდგრადის განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი მეწარმეობის განვითარების სააგენტო და მთის ეროვნული საბჭო. აღნიშნული პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო 27 ივნისიდან და გრძელდება 29 ივლისის ჩათვლით. ამ პროგრამის ფარგლებში გაიცემა გრანტები თითო მეწარმეზე 5000 ლარის ოდენობით, 2 მეწარმის გაერთიანების შემთხვევაში 10000 ლარი, ხოლო 3 მეწარმის გაერთიანების შემთხვევაში 15000 ლარი. პროგრამის ხანგრძლივობა არის 14 თვე. მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონის მიღების საფუძველზე მარნეულის მუნიციპალიტეტის 8 სოფელი შევიდა თავდაპირველად მაღალმთიანი რეგიონების სტატუსის მქონე დასახლებათა სიაში და დაახლოებით 1 თვის წინ დაემატა ხოჯოვნის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელი. წარდგენილი გვაქვს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში კიდევ 2 სოფელი, სოფელი სიონი და ბრდაზორი. მიკრობიზნესის განვითარება ხელშეუწყობს რეგიონის განვითარებას. ზოგადად ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით საკმაოდ დიდი პროექტები არის გათვალისწინებული მთის განვითარებისათვის, სტრატეგია მუშავდება და მიკრობიზნესის განვითარება მოსახლეობას დაასაქმებს, ასევე მოსახლეობას ექნება ადგილზე იმის საფუძველი, რომ რეალიზაცია გაუწიოს თავის პროდუქციას. შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, დეტექტივების სამმართველოს, ისანის სამგორის სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1990 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა სოფელ ფონიჭალაში გამთენიისას ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს 1996 წელს დაბადებულ პირს ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღნიშნული პიროვნება საავადმყოფოში გარდაიცვალა. თავდამცველებმა ბრალდებული თბილისში ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად დაკავებული დანაშაულს აღიარებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1990 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლები პირი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. სამართალდამცავება დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 21 აბი და 1 აბის ნატეხი ნარკოტიკული საშუალება სუბოტექსი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0.17 გრამ ბრუპოფორინს შეიცავს.
დაკავებულის ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ პირი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს. დაკავებულმა თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება სუბოქსინი, რომელიც მისი პირადი შეხებისას ნიფტკიცებად ამოვიღეთ. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.